მოგესალმებით, წარმოგიდგენთ აქციის მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების რამდენიმე საქმის შეფასების შედეგებს, როგორც გითხარით, არასამთავრობო ორგანიზაციები შევაფასებთ საქმეებს, რომელიც მიმდინარეობს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ეს პირები არიან აქციის მონაწილეები. ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოგიდგენთ სამი საქმის შეფასებას და აქ ჩვენი მოსაზრებით არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ მოხდა ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადება და ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა ამ კონკრეტულ პირების მიმართ გამოყენებული იქნა როგორც სადამსჯელო მექანიზმი და ეს მანკიერი პრაქტიკა გამოიყენება ბევრი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში ამ პირების მიმართაც მსგავსი პრაქტიკა შეიმჩნევა. ჩვენ წარმოგიდგენთ, როგორც გითხარით, სამი საქმის შეფასებას, ეს არის გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას და ანტონ ჩეჩინის საქმეებს. ამ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებით მნიშვნელოვანი არის ზუსტად აი ამ კუთხით ამ საქმეების შეფასება, იმიტომ რომ ამ გამოძიების მიზანს წარმოადგენს არა ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიება და აქ ეფექტური, ესე ვთქვათ, პოლიტიკის გატარება, არამედ კონკრეტული პირების დასჯა და ასევე იმ საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მოსაზრებით ყველა ამ საქმეში არის რამდენიმე საერთო მახასიათებელი. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ყველა ამ საქმეში ფიგურირებდნენ ადამიანები, რომლებიც აქტიურობდნენ აქციების პერიოდში. ასევე ეს გამოძიებები დაიწყო კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წყაროს სანდოობას ადასტურებს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება. კიდევ ერთი მახასიათებელი ამ საქმეებს აქვს ის, რომ სამივე პირის მიმართ პირადი ჩხრეკა, ასევე საცხოვრებელი სახლის ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარებულია არა სასამართლოს წინასწარი თანხმობით, არამედ ეგრეთ წოდებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციამ უკვე ამ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ პოლიციამ წარმოადგინა დასტური სასამართლოს მხრიდან, როგორც ჩანს მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ პრობლემები არ შეექმნებოდათ სასამართლოს მხრიდანაც. სამივე საქმეში ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტს ადასტურებს მხოლოდ პოლიციის თანამშრომელი, ასევე სამივე საქმეში ჩხრეკა ჩატარებულია მოწმეების დასწრების გარეშე. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადგილზე იყვნენ ნეიტრალური პირები, რომლებსაც შეეძლოთ, რომ დასწრებოდნენ ამ ჩხრეკას. სამივე ბრალდებულის ჩხრეკა ჩატარებულია ვიდეო ჩანაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშეც. ესეც, როგორც გითხარით, არის საერთო მახასიათებელი ამ საქმეების. სასამართლოს კონტროლი ჩხრეკ ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტურ ხასიათს ატარებდა. ასევე გადაწყვეტილება მიღებული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ფაქტიურად ამ ბრალდებულების ინტერესები ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული არ იქნა. არც ერთ საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ასევე საქმეებში საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა ისეთი მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საქმისათვის. როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაშიც აღნიშნული ღონისძიების სახით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ საქმეშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული და ფაქტიურად პროკურატურას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში ყოფილიყვნენ. სანდრო დაამატებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღნიშნა ეკამ, ნარკოტიკების ჩადების პრობლემა საქართველოში დიდი ხანი არსებობს. აწლეულების განმავლობაში ეს ერთი და იგივე მავნე და სამარცხვინო პრაქტიკა გრძელდება და ამიტომაც არის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს უკვე 7 ასეთი ტიპის საქმე წააგო, მაგალითად კობიაშვილის საქმე, მეგრელიშვილის საქმე, სხვა საქმეები
სადაც ერთი და იგივე პრობლემაზე ამახულებს ყურადღება სტრასბურგის სასამართლო, იგივე ჩხრეკის წარმოება ეგრეთ წოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის შემოწმება სასამართლოში არ ხდება, იგივე ჩხრეკის ჩატარება ეგრეთ წოდებული გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში, პოსტფაქტუმ სასამართლო კონტროლის, ნამდვილი სასამართლო კონტროლის უქონლობა და ასე შემდეგ. ერთი და იგივე პრობლემები გრძელდება, ამაზე ლაპარაკობს სტრასბურგი, ამაზე ლაპარაკობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელმაც განაცხადა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სახელწოდებით ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომ არ შეიძლება გამომტყუნებელი განაჩენი იქნეს გამოტანილი კონფიდენციალური ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა როგორც ხედავთ, ამ პრაქტიკის აღმოფხვრა არათუ არ ხდება, არამედ იგი გრძელდება. ახლა უკვე სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების მიმართ, ახლა უკვე ხელისუფლების პოლიტიკური და სხვა კერძო მიზნების სასარგებლოდ. როგორც ხედავთ, ჩვენ მიერ შეფასებულ საქმეებში იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. სამივე აღნიშნულ საქმეში დარღვეული არის როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, როგორც ჩხრეკა ამოღების, ასევე მათ შორის წინასწარი პატიმრობის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ტრადიციულად წარმოგიდგენთ იმ პირთა სიას, რომლებიც არიან ჩართულნი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოგონილი და ყალბი ბრალდების შეკერვის პროცესში. ეს ადამიანები არიან პროკურორები შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ლევან ტაბიძე, ალექსი კობერიძე, რევაზ ზირაქაშვილი, გიორგი ხარგელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, პაატა მჭედლიშვილი, ლაშა თავაძე, ემილ კუპრავა, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური, გიორგი როსოფიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ედგარ ოგანესიანი, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი. ასევე მოსამართლეები არსენ კალატოზიშვილი, სპარტაკ პავლიაშვილი, ლელა მარიდაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ზია გარშაულიშვილი, ნანა შამათავა. აქვე ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პატიმრების და ივანიშვილის მძევლების 52 ადამიანის, ასევე მოსამართლების და პროკურორების სიას, რომლებიც ეხმარებიან ხელისუფლებას ამ ადამიანების უკანონო პატიმრობაში, მათი უფლებების დარღვევასა და ჩაგვრაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის მონიტორინგის ქვეშ და ყველა ჩვენი პარტნიორი ინფორმირებულია თითოეული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე მათთვის ცნობილია, ვის ეყრდნობა ხელისუფლება და ვის აძლევს უკანონო პოლიტიკურ ბრძანებებს, ესენი იქნებიან პროკურორები, მოსამართლეები თუ სხვა პირები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს გაემიჯნონ ამ საქმეებს და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.